ესეთი დაკვირვება მაქვს ერთი. ყველაზე ცუდია, როცა YouTube არხს დაიწყებ და ვიდეო გაგივარდება. ყველა არხი, რომელსაც ვიდეოები თავიდანვე გაუვარდა, მალევე მიაღწია წარმატებას, აუცილებლად გაჩერდა და ეგ პატერნი ეგრე მუშაობს და ეგრე იმუშავებს. იმიტომ რომ ეს ძალიან დიდი წნეხია, რამაც შეიძლება ადამიანი გააჩეროს და უბრალოდ აღარ გააგრძელოს. YouTuber-ო მე დავიწყე 21 თუ 22 წლის ასაკში და სულ რაღაც მშურდა იმ ადამიანების, ვინც უფრო პატარა ასაკში დაიწყეს. Mr. Beast YouTuber-ობაში რომ მეფით ითვლება და ყველაზე მაგარ ტიპად. არ არის მართალი, ეგრე არ უნდა იყოს. ვისაც YouTube-ი კარგად ესმის, შეუძლებელია რომ Mr. Beast-ი top 20-ში მაინც ჩასვას. ეხლა მინდა რომ სპონსორების ამბავსაც შევეხო. YouTuber-ებთან თანამშრომლობა აუცილებელი კი არ არის, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან შედეგიანია. YouTuber-ებთან თანამშრომლობა უფრო არის იმიჯი და ფლექსი კომპანიისთვის. რონალდოსთან იმიტომ ხარ თანამშრომლობ, რომ ბევრი რაღაცა გაყიდო. იმიტომ თანამშრომლობ, რომ შენი ბრენდის ასოცირება გინდა გააკეთო რონალდოსთან. და რაც მე სხვა რაღაცებში ითარგმნენ და YouTuber-ებთან თანამშრომლობა აი ამას გავს. და სინამდვილეში ამ სფეროში კიდე ეგეთი პარადოქსი არის, რომ არ აქვს მნიშვნელობა რამდენი რესურსი ჩადებ. ყველა დიდ კრეატორს აქვს მაგის გამოცდილება, რომ ჩადებული რესურსი არასოდეს არ არის გამოხმაურების საპირწო. დიდმა YouTuber-ებმა, რომელსაც გლობალურ მასშტაბზე ბევრი ნახვები აქვთ, საერთოდ რომ აღარ გადაიღონ ვიდეოს თვეში $1,000,000 მაინც დაერიცხებათ. როგორ შემიძლია მაგის გაკეთება? ნახე როგორ ხდება ეხლა.